მოგესალმებით მეგობრებო, სანამ მარხვა, კიდევ ერთ სამარხო კერძს შემოგთავაზებთ. ეს არის მექსიკური კარტოფილი. ოღონდ ამჯერად მოვამზადე ბატატით, ანუ ტკბილი კარტოფილით. მექსიკური კარტოფილი იწვება კანიანად, ამიტომ კარგად გავრეცხე, მოვაჭერი უხეში ნაწილაკები, გავჭერი შუაზე, შემდეგ გავჭერი 4-ად, შემდეგ მეოთხედიც გავჭერი 4-ად და დაახლოებით ასეთი ზომის გამოვიდა. შემდეგ გადავიტანე თასში. მოვამზადე სუნელები, ორეგანო, ქონდარი, პაპრიკა და დაღერღილი წითელი წიწაკა. ეს ყველაფერი იყო ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი. მოვაყარე კარტოფილს. ასევე მოვაყარე ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, მე გამოვიყენე ჰიმალაის მარილი. მოვასხი ცოტა ოდენის ზეთი. შემდეგ კარგად ამოურიე, ისე რომ ყველა კარტოფილზე თანაბრად გადანაწილდეს სუნელები. მოვათავსე გრილში. შეგიძლიათ ღუმელშიც გამოაცხოთ. 180 გრადუსზე 15 წუთი საკმარისი იქნება. სოუსისთვის მოვათავსე თასში მაიონეზი, კეტჩუპი და იგივე სუნელები, რაც მოვაყარე კარტოფილს. რაოდენობა თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად მძაფრი გემოები გიყვართ. კარგად ავურიე და მზად არის. კარტოფილს შიგადაში ამოურიე და მართლაც 15 წუთი საკმარისი აღმოჩნდა. კარტოფილი მზად არის. და გადავიტანე ლანგარზე. ასეთია ჩვენი მექსიკური კარტოფილი ბატატით. აუცილებლად მოსინჯეთ და მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით. მინდა მოგმართოთ თხოვნით, რათა გამოიწეროთ ჩემებური სამზარეულოს გვერდი, მოიწონოთ და მეკომენტაროთ. მომავალ შეხვედრამდე, ახალ რეცეპტებამდე. ნახვამდის.